რომელთაც 9:17-დან 19-ში წერია. რადგან წერილი ეუბნება ფარაონს, ანუ ჩვენ ვსაუბრობდით იაკობზე და ესავზე, ეხლა პავლე მოციქული ლაპარაკობს უკვე ფარაონზე. რადგან წერილი ეუბნება ფარაონს, სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ დედამიწაზე, ამრიგად ვისაც სურს შეიწყალებს და ვისაც სურს გააჯიუტებს. შენ მეტყვი, მაშ რაღაც გვდებ ბრალს, მისნებას ვინ აღუდგება წინ. ზოგიერთი იტყვის, თუ მერთიზნება, ვისაც გააჯიუტებს, ვისაც შეიწყალებს, მაშინ ჩვენ რაღა შუაში ვართ. ღმერთის პრობლემა ყოფილა. მე რას გამაჯიუტა? რო გამაჯიუტა, ასე ვიქცევი ჯიუტად. ხო და ის კიდე შექმნა კარგი და შეიწყალა. მაშ რაღაც ვგდებთ ბრალს, ოპონენტი ეუბნება, მისნებას წინ ვინ აღუდგება. როგორც ჩანს, პავლე მოციქული, როდესაც ქადაგებდა და ასწავლიდა, ზოგიერთი ეპასუხებოდა ასე. ბედი ქონია ასეთი, ბედის წერა ყოფილა. ჩემი სადაც არის ჩემი ბედი, იქ მიყვანს ფეხი ჩემი. პავლე მოციქული ამბობს, რომ ღმერთმა დაადგინა ფარაონი დასაღუპად. კითხვა ისმის, რატომ მოიქცა ასე ღმერთი? რატომ ჯინი ჰქონდა ფარაონის? რატომ გაუსასტიკა გული? გამოსვლის 7:3-ში წერია. და მე, ამბობს ღმერთი, გულს გაუსასტიკებ ფარაონს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში. ესე იგი, რა გამოდის? იმისათვის, რომ ღმერთის დიდება გამოვლენილიყო, ღმერთმა ამოირჩია ეს კაცი, გაუსასტიკა გული და მერე იყარა ჯავრი ამ ფარაონზე. გამოდის, რომ ღმერთია დამნაშავე ფარაონის სისასტიკეში. მაშინ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ავიღოთ პუტინი. გაუსასტიკა გული, ახლაც უსასტიკებს გულს და ესე იგი აბომბინებს და აბომბინებს უკრაინას. პუტინი არაფერ შუაში არ არის, ღმერთმა გაუსასტიკა გული. ღმერთს რო ეს არ ექნა, პუტინი იქნებოდა ძალიან კარგი კაცი. მართლაც ასია ეს? გამოსვლის 8:15-ში წერია, მეგობრებო. იხილა ფარაონმა, რომ სული მოითქვა ქვეყანამ და გაიქვავა გული არის მინა მათი, როგორც ქონდა ნათქვამი უფალს. საქმე ის გახლავთ, მეგობრებო, რომ როდესაც წერია გაუსასტიკა გული, ფარაონი თვითონ იყო ცუდი ადამიანი. ფარაონი თვითონ იყო ადამიანი, რომელიც ხოცავდა და კლავდა. მაგრამ როდესაც წერია, რომ ღმერთმა გაუსასტიკა გული, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ შეეპოვა ფარაონს. მაგალითად, მე მინახავს, რომ როდესაც მივდივარ მანქანით და ერთი მანქანის მძღოლი ცუდად მოიქცა, ჩაუჭრა გზა. მძღოლი, რომელსაც ჩაუჭრა გზა, ის აძლევს სიგნალს და ანიშნებს, რომ ცუდად მოიქეცი, ჩამჭერი გზა. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ეს მძღოლი რომ იცემს სიგნალს, ის არაფერს იცის, რომ ცუდად მოიქცა და გააგრძელებს გზას. მადლობა ღმერთს, რომ ავარია არ მოხდა. მაგრამ ზოგჯერ ყოფილა, რომ ის, რომელმაც დაარღვია, ის დაუსიგნალებს, რომელიც ნიშნავს, რომ შენ ვინ კითხავს, მე როგორც მინდა ისე მოვიქცევი. ეს გაბრაზდება ეხლა და ეს უფრო დიდ სიგნალს მისცემს. ეს რო უფრო დიდ სიგნალს მისცემს, ის უფრო დიდ სიგნალს მისცემს და არის ეს სიგნალები, რომელიც ნიშნავს, ასე ვთქვათ, ჩხუბს. იცით, რას ნიშნავს ეს? რაც უფრო წავა ეს საქმე ამ სიგნალებს, შეიძლება ბოლოს გააჩერონ მანქანები და ერთმანეთს დასცხონ. სწორია ეს, რასაც ვამბობ. რას ნიშნავს ეს? როდესაც ამან დაუსიგნალა და შენიშვნა მისცა, იმას აღარ უნდა მიეცა სიგნალი.
მაგრამ იმან რო სიგნალი მისცა, ამას გაუსასტიკა გული. ამანაც რომ მისცა სიგნალი, კიდე გაუსასტიკა გული იმას. და იმდენად გასასტიკდა ეს გული, რომ ბოლოს შეიძლება ერთმანეთს დანებით დაერივნონ. უფალი არ შეეპყვა ფარაონს. ფარაონმა არ გაუშვა ებრაელიერი, ღმერთმა კიდე დაუსიგნალა. კიდევ ესე იგი უფრო რთული სასჯელი მისცა. როდესაც ღმერთმა სასჯელი კიდევ გაამკაცრა, ფარაონის გული გაუსასტიკდა უფრო. აი ამას ნიშნავს, შენ რომ არ ეპყუები, ისედაც რომ ჩხუბი არის რაღაცა, შენ რაღაცას ამბობ, ის გეუბნება, შენ უფრო ძლიერ რაღაცას ამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უფრო ძლიერ რაღაცას გეტყვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა ფარაონის სახით გამოავლინა, რომ ის უფრო ძლიერია. ვინ გახდა გამარჯვებული ამ ორთა ბრძოლაში? ეგვიპტის ღმერთები თუ ღმერთი, რომელიც ცისა და ქვეყნის შემქმნელია? ეგვიპტის ღმერთები დამარცხდა ძვირფასებო. ამიტომ წერია, რომ ღმერთმა გამოაჩინა თავისი დიდება ფარაონზე. რატომ არაპატია და შეიწყალა ფარაონი ღმერთმა? იმიტომ რომ მან არ მოინანია. მან არ თქვა, რომ ყველა ჩემს ღმერთზე უფრო დიდებული ღმერთი ებრაელების ღმერთი იყო. არ მოინანია, არ დაეცა ზურგზე. მაინც თავის ტრადიციულ კერპებს მიაგო პატივი. ამიტომ არ შეიწყალა ღმერთმა ფარაონი. დააგრძელებს პავლე მოციქული, რომელთა ცხრის 20-დან 21-ზე. ანუ პავლე მოციქული ისევ სცემს პასუხს, რომ ღმერთმა კი იწყალებს ვისაც უნდა, მაგრამ ეს შეწყალება დამოკიდებული არის ადამიანზე. თუ ფარაონი მოინანიებდა, ღმერთი შეიწყალებდა მას, მიუხედავად მისი დანაშაულებისა. რომელთა ცხრის 20 და 21. ვინა ხარ შენ, ადამიანო, პავლე მოციქული აგრძელებს, ღმერთს რომ ედავები, განაქმნილება ეტყვის შემოქმედს, რატომ შემქმენი ასე? ნუ თუ მეთუნეს უფლება არ აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს და ზოგიც უპატიო. მეთუნე აკეთებს სხვადასხვა ჭურჭელს სხვადასხვა მასალისაგან. ჩვენ გვაქვს სახლში ჭურჭელი, ხო ესია? ზოგია ემალის როგორ არის ქართულად? ზოგი არის ალუმინის, ზოგი არის ბროლის, ხო? ზოგი არის მინის და ასე შემდეგ. ერთ მეთუნეს, ერთ ხელოსანს, მოდი ასე ვთქვათ, შეუძლია გააკეთოს სხვადასხვა ჭურჭელი. მაგრამ თუ შენ მიიტან თიხას და ეუბნები, რომ ბროლის ვაზა გამიკეთე, შეძლებს გაკეთებას? ვერ შეძლებს. მასალას გააჩნია და მასალისაგან შესაბამისი ჭურჭელი გამოდის. მასალას შენ აძლევ ღმერთს და ღმერთი შემდეგ ამისაგან აკეთებს შესაბამის ჭურჭელს. მაგრამ შენ როგორც მასალა თუ ხარ თიხა და გამოდი თიხის ჭურჭელი, არა, მე მინდოდა ბროლი ყოფილიყავი. თუ ბროლი გინდოდა ყოფილიყავი, ბროლის მასალა უნდა შედგე. დიდება იესოს. ამიტომ მოდით გავხდეთ ოქროები. როგორც დაწერილია ზეცაში, ოქრო დარჩება, ხოლო თივა და ნამჯა დაიწვება. ამიტომ შენ რო საყვედურობ მეთუნე გააკეთებს, მიუტან მასალას ხელოსანს ალუმინისას, ალუმინის ჭურჭელს გაგიკეთებს.
მიუტან ესე იგი თიხისას გაგიკეთებს და მე შენ რო საყვედურობ უკაცრავად, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტია ამ მასალისაგან რა ჭურჭელი გავაკეთო. მასალის მოტანა შენი ვალდებულებაა, მაგრამ ჭურჭლის გაკეთება ჩემი ვალდებულება. იცი რა, თიხა მიტომ მოგიტანე, რომ ალუმინი ძვირი ღირს. ფასი უნდა გადაიხადო მეგობარო, თუ ალუმინის ჭურჭელი გინდა. ფასის გადახდის გარეშე ესე არ არის. იცი რა, მე იაფად მოგიტან და შენ ძვირიანი გამიკეთე. როგორც დაემორჩილები მეთუნეს და რასაც აირჩევ როგორი მასალა იყო, ისეთად გამოიძერწები. შენ ირჩევ რა მასალა გახდე ღმერთის ხელში. მეორე ტიმოთეს 2:20 წერია. დიდ სახლში კი არა მარტო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელია, რომელი არის ეს დიდი სახლი? ღმერთის სამეფო, ეკლესია. არამედ ხისა და თიხისაც. ზოგი საპატიო, ზოგი არასაპატიო მოხმარებისათვის. ვინც ამისგან გასუფთავდება, ის იქნება საპატიო ჭურჭელი, განწმენდილი და ხელმწიფისათვის სახმარი, ყოველი კეთილი საქმისათვის გამზადებული. ასე რომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, და ჩვენ ვიყოთ ყველანი საპატიო ჭურჭელები, რომელთაც ხრის 22-ში წერია. მაშ რა, აგრძელებს პავლე მოციქული მსჯელობას. მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელებით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს. პავლე მოციქული ამბობს, ღმერთს სურს თავისი ძლიერება აჩვენოს და ზოგჯერ რისხვაც. იმიტომ რომ ადამიანები იმსახურებენ გაბრაზებას, მაგრამ ის არის სულგრძელი და მიუხედავად იმისა, რომ დასაღუპავად გამზადებულია ეს ჭურჭლები, ის მაინც მომთმენია. ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს. ადამიანები თავისუფალი ნებით თავს იმზადებენ რისხვისათვის ან კურთხევისათვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს თავის ბედს, რომელთაც ხრის 23 და 24. რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად ჩვენზე, რომელთაც მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართაგანაც. დიდება იესოს. ეფესელთა 2:4-7 წერია. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც შეგვიყვარა, ჩვენ დანაშაულთა გამო მკვდრები გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად, მადლით ხართ დახსნილნი. ეს არის საფუძველი და საფუძველი ქრისტიანული მოძღვრებისა.